რა მოხდება თუ ახლავე დაგიმტკიცებ, რომ ეს სამყარო შესაძლოა საერთოდ არ იყოს რეალური. იმ სამყაროს ვგულისხმობ, რომელშიც ამ წამს მისმენ, საკუთარ დღეს ცხოვრობ და საკუთარ სუნთქვას გრძნობ. წარმოგიდგენია თუ არა, როგორ შეიძლება იყოს შენი სუნთქვა ილუზია. მოდი დავნეზლავდეთ, შევძლებ თუ არა გაგიჩინო ეჭვი ამ ყველაფერზე. თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა ამ ყველაფრის შემდეგ შეცვლი თუ არა რაიმეს მაინც შენს ცხოვრებაში, ერთ რამეს მაინც, ჩემი აზრით ვერა და არა. მოგესალმები ჩრდილიდან, მე ვარ კაგე და ნიზლავის მოსაგებად შენი წარმოსახვის უნარით დამჭირდება. წარმოიდგინე, ვითომ ჩვენ ვიცით სამყაროს შემადგენლობა 100%-ით, აბსოლუტურად ყველაფერი, ატომებიდან კვანტურ დონემდე და გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც საკმარისად ძლიერია, რომ შექმნას სრული სიმულაცია ჩვენი სამყაროსი. პროგრამისტები, მეცნიერები და ხელოვნური ინტელექტი ქმნიან მას ნულებითა და ერთიანებით ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვქმნით ვიდეო თამაშებს. ამ სიმულაციაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც კოდის მილიარდობით ვარიაციით დაუწერეს ემოციები, სიყვარული, ტკივილი, ოცნებები. ისინი ქმნიან ისტორიას, რელიგიებს, ომებს, სიყვარულს, ოჯახებს. ისინი იბადებიან და კვდებიან. მაგრამ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი. მათ არ იციან, რომ მათი მთელი სამყარო ვიღაცის კომპიუტერშია და რაც ყველაზე საშინელია, ამას ვერასოდეს დაამტკიცებენ. და ახლა მთავარი კითხვა. მითხარი ერთი გზა მაინც რომ დაამტკიცო, თითქოს ჩვენ მსგავს სიმულაციაში არ ვიმყოფებით. ერთი მეთოდი მაინც, რომელიც გარანტირებულად იმუშავებს. საქმე იმაშია, რომ მაშინ, როდესაც რეალობა ეჭვ ქვეშ დგება, აღარ არსებობს საიმედო მეთოდი, რომ დაამტკიცო რა არის რეალური და რა არა. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმის, რომ ყველაფერი შესაძლოა ილუზია იყოს. ყველაზე ნათელი მაგალითია სიზმრები. ხომ დაგმართნია, რომ ვერ გაგირჩევია სიზმარი და რეალობა, რადგან ძილში ადამიანის კრიტიკული აზროვნება დაქვეითებულია. ვფიქრობ, ეს მაგალითი არ მოგწონს, რადგან ის ბანალური ჩანს და იცი, რომ ბოლოს მაინც იღვიძებ. შემდეგ სრულებით ხვდები თუ რა დაგესიზმრა და რა არა. მაგრამ რა მოხდება თუ დაბადებიდან სიზმარში ხარ და რეალობა არასოდეს გინახავს ან საერთოდ არ გახსოვს. ესეთ შემთხვევაში მფრინავი კამეჩი, რომელიც ნაჯახით ხელში მოგსდევს, საერთოდ არ მოგეჩვენება სასაცილოდ. სიზმარში, სიზმარი დაგსიზმრებია? დარწმუნებული ხარ, რომ ახლა იგივე არ ხდება? ალბათ ხარ, მაგრამ რით შეგიძლია საკუთარ თავს ეს დაუმტკიცო? რადგან ამის დამტკიცება არ შეგიძლია, რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? საიდან იცი, რომ შენი მოგონებები 5 წუთის წინ არ შეიქმნა, რომ უბრალოდ საგიჟეთში კედელს არ ელაპარაკები, რომ შენი ტანმოჭრილი ტვინი გასულ ცხოვრებას სიზმრად არ გაჩვენებს, სანამ სისხლისგან ბოლომდე დაიცლება. კარგი, ძალიან არ დაგსტრესავ და პირდაპირ გეტყვი, როგორ გამოძვრე ამ ეჭვებიდან. შენ უბრალოდ უნდა გაიღვიძო.